როგორ შევაფასოთ ხბოს ჯანმრთელობა სხვადასხვა ასაკში? ხბოს ჯანმრთელობა უნდა შეფასდეს მისი ასაკის გათვალისწინებით, დაბადებიდან მოზარდობამდე. სწორი დაკვირვება გვეხმარება დაავადებების დროულ აღმოჩენაში და ზრდის შენარჩუნებაში. კანი და ბეწვი. ჯანმრთელ ხბოს კანი ელასტიკური აქვს. ბეწვი გლუვი და მზდინავი. ლორწოვანი გარსების სიფერ-მკრთალე მიუთითებს ანემიაზე, სილურჯე, ჰიპოქსიაზე ან გულის პრობლემებზე. ბეწვის ცვენა და ფერის დაკარგვა ძირითადად ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას უკავშირდება. სუნთქვა. მოზარდ ხბოს სუნთქვა უფრო ხშირია ვიდრე ზრდასრულ ძროხასთან. ხველა ან ხორხის მგრძნობელობა შეიძლება რესპირატორული დაავადების ნიშანი იყოს. წონა და ზრდა. ჯანმრთელი ახალშობილი ხბო იწონის 20-45 კილოგრამს და 47-50 დღეში იმატებს ორჯერ. ძუძუდან მოცილებისას წონა უნდა იყოს ზრდასრული ძროხის მასის 12-15%, მაგალითად ჰოლშტეინის 70-80 კილოგრამი. 6 თვის ასაკში ნორმა 150-160 კილოგრამს შეადგენს. დღიური წონამატი უნდა იყოს 0-დან 6 თვამდე 700-750 გრამი, 6-დან 12 თვამდე 600-700 გრამი, შემდეგ 500-550 გრამი. ყურადღება: ზედმეტი გასუქება ასევე პრობლემაა, აფერხებს რეპროდუქციას და იწვევს მეხორცულ სხეულის ფორმებს.